ნამდვილად 6 წლის ასაკში შეუყვარდა გამოჩენილი მხატვარი და არაჩვეულებრივი პიროვნება სოლიკო ვირსალაძე. დედამ გაგრაში წაიყვანა. სოლიკო ვირსალაძეც იქ ისვენებდა და ერთ ძალიან ლამაზ გოგონას ეთაყვანებოდა და ყვავილებს უგზავნიდა. ამაზე სოლიკო გაგიჟდა, გადაირია და ეჭვიანობის სცენები მოაწყო. თუ კიდევ გაუგზავნით ყვავილებს იმ გოგონას, მე ავდგები და წავალო. სოლიკო ვირსალაძე სულით ხორცამდე არისტოკრატი 6 წლის ბავშვს თქვენობით ესაუბრებოდა და იმ დღიდან ყოველ დილით 6 წლის სოფიკოს ყვავილებს ახვედრებდა. ეს ისე. დაახლოებით მაგასაკის ვიყავი მე, როდესაც სოფიკო ჭეურელი შემიყვარდა. სოფიკო და დედაჩემი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რა უყოთ ბავშვს? აბა რა უნდა ეკრათ? რა მოგივიდა, ნენა? ალბათ ხომ არ ხარ? ლენინი მოკვდა. დედას უნდოდა ელენე დაერქმია. მამას დედამისის სახელი სოფიო. იყო ერთი ჭობა და ბაასი. ბოლოს მიხეილ ჭეურელმა ქაღალდზე დაწერა ელენე სოფიო, ჩააგდეს ქუჩი, ჩააყოფინეს ხელი და სოფიო ამოყვა. მერე სულ იცინოდა, გონი ერთადერთი და გინესის წიგნში შესატანი ვარო. ბავშვი, რომელმაც ერთი თვის ასაკში თვითონ დაირქვა სახელი. უცებ ერთჩვენი ერთ დღეს მითხრეს, რომ სოფიკო და გიორგი ერთად იქნებიან რეზო ჩხეიძის ფილმში ჩვენი ეზო. და მე სწორედ მაშინ უნდა გამევლო პრაქტიკა ქართულ ფილმში და სწორედ აი ამ ფილმზე ერთად მოვხდით ჩვენ. ერთი ეპიზოდი, აი მათი ასე ვთქვათ, პირველი შეყვარების ეპიზოდი დღესაც მახსოვს, თვალწინ მიდგას, როგორ ითამაშეს. იქ ერთი ის არის, ნუ ახალგაზრდები არიან, ბავშვები, სკოლის მოწაფეები არიან, ეს გმირები. და ბურთს თამაშობდნენ და ბურთის თამაშის დროს არის ასე ვთქვათ მათი პირველი შეგრძნება იმისა რომ ერთმანეთს ართმევენ ბურთს და უცებ იგრძნეს რომ ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობა აქვთ იცით ისე ზუსტად გააკეთეს ვერ წარმოვიდგენ საერთოდ სოფიკოს ახასიათებდა უაღრესად როგორ გითხრათ სერიოზული ეს სიტყვა არ არის სიღრმისეული მიდგომა როლის მიმართ ამავე დროს ისიც თითქოს რაღაც აი ესეთ თავისუფლად ხდებოდა ყველაფერი თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო იყო ხალისის სავსე ადამიანი ერთი წამით არის ვენები აი მაგალითად გადაღება გვაქვს ჩვენ და გადაღებაზე ნუ ხომ ვიცით როგორ არის იღებ რაღაცას მერე შესაძლებელია მსახიობს მოუწიოს ლოდინი სანამ შემდეგი კადრი იქნება ან შემდეგი ეპიზოდი და ასე შემდეგ სოფელში ვარ გადაღებაზე და ერთი წუთით არის ვენდა როცა იყო თქვათ არა მისი არამედ სხვისი ეპიზოდები რაღაცა გაჩნდებოდა ხოლმე ან ხელსაქმე რაღაცა სულ რაღაცას აკეთებდა და ყველაფერი ეს იყო ძალიან ლამაზი იცით საბოლოო ჯამში შედეგი იყო მშვენიერი ყოველთვის მისი ხელიდან გამოსული და მისი სულიდან და გულიდან გამოსული ყველაფერი მე შენ კამ გაიგებით? აბა, აქშა. აბა. ამ სახლში მოსვლა ბედნიერება. სიყვარულის კორიანტელი ტრიალებს. იმ პირველმა კოცნამ სამუდამოდ სიყვარულის დაღი დაასვა აქაურობას. ახლა აქ სოფიკო ცხოვრობს. ადამიანი მზე, ადამიანი ნიჭი.
მის გვერდით ყოფნა შეგაგრძნებინებს ბედნიერებას. ეს ტონინო გუერას სიტყვებია. ახლა აქ სიჩუმეა. გარემდულია ყველაფერი. გონი სიჩუმესაც უკვირს, აქ როგორ მოუხდიო. ხმაურით ჩამოდიოდა ზემოდან. ვიღაც იტყოდა მოდისო. და მგონი ყვავილებიც წელში სწორდებოდნენ. თავს და ხელს მოავლებდა ყველაფერს და იწყებოდა ამ სახლის ერთი ჩვეულებრივად უჩვეულო დღე. Карван грел Варазьяну, Бибиса Лобдана Базазьяну, Сир Набрешмок Азазьяну, Алеби Цардови Ланазьяну, Меланабади Ланазьяну. ქართულ თეატრს არასოდეს არ აკლდა ძალიან პლასტიკური, ძალიან მუსიკალური მსახიობები, მაგრამ სოფიკო ჭიაურელი იყო ამ ხრივ გამორჩეული. ალბათ ეს გენეტიკურადაც მოსდგამდა, იმიტომ რომ ქალბატონი ვერიკო იყო არაჩვეულებრივად პლასტიკური. ეს არ იყო ის, რომ იგი კარგად ცეკვავდა, მხოლოდ თუმცა ძალიან ბევრ სპექტაკლში ცეკვავდა და მას ძალიან უყვარდა ცეკვა. მე ამაზე არ მინდა საუბარი, მე მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი არაჩვეულებრივი პლასტიკა ჰქონდა მას როგორც არტისტს, თავისი გმირის ხასიათის გახსნისთვის როგორ იყენებდა ამას და როგორ არაჩვეულებრივად ფლობდა სხეულს გამომდინარე იმ გმირის შინაგანი ბუნებიდან, რომელსაც ის ასახიერებდა. ეს ყველაფერში ჩანდა, ყოველ მიზანსცენაში, ყოველ მოძრაობაში, თავისი შინაგანი სათქმელის გადმოცემაში. ამით იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფიკო ჭიაურელი თავის გმირს არა მარტო დრამატულ ხასიათს იგებდა, არამედ იგი ძალიან კარგად გრძნობდა ამ გმირის მუსიკალურ დრამატურგიას, აი თუ როგორ მუსიკალურ ნოტზე იყო ეს გმირი კონკრეტულ მომენტში აწყობილი. მე სულ ახალგაზრდას მომიწია ბედნიერება მასთან შეხვედრისა. ეს იყო ჩემი სადიპლომო სპექტაკლი, რომელშიც ეზოში ავიძაღლია კიტა ბოაჩიძის პიესის მიხედვით, რომელშიც იგი ქურთიკალის სარეს როლს ასრულებდა. უნდა გითხრათ, რომ სოფიკოსთან ამ პერიოდში მქონდა რაღაცა შეკამათება, იმიტომ რომ სოფიკო ხედავდა ცოტა სხვანაირად კოსტიუმს. უნდა აუცილებლად ისეთი ჭრელი ქონოდა, შეიძლება არა ტრადიციული და არა ეთნოგრაფიული, მაგრამ რაღაცა მისი გემოვნების მიხედვით. ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც ის გამოვიდა, რაც ერთობლივად მე გადავწყვიტეთ და ისიც წავიდა დათმობაზე, მე წავედი დათმობაზე და უნდა გითხრათ, რომ ეს ცეკვა, რომელშიც ის მონაწილეობდა გივი ბერიკაშვილთან ერთად, ეს ის ცეკვა, რომელიც ალბათ დარჩება ძალიან ბევრი წლები, ყოველთვის მაყურებელი მას ძალიან დიდი ხალისით უყურებს. უნდა გითხრათ, რომ გადატენილი დარბაზები და არა და ამ სპექტაკლზე ძალიან ბევრი წლები გადატენილი დარბაზები იყო. მჭექარე ტაშით მთავრდებოდა ხოლმე და არა ერთი ტაშით, შუა ცეკვაშიაც კი რამოდენიმეჯერ ისმოდა ხოლმე ტაში. სოფიკოსთან მუშაობა ეს იყო ბედნიერება. ქალბატონი სოფიკო, რა თქმა უნდა, მე მას ვიცნობდი და ვიცოდი ვინ იყო იქიდან, რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მაგრამ ცოტა უკვე მოზრდილ ასაკში მე ხვდა პატივი მასთან ერთად სცენაზე გამოსვლისა. ეს ალბათ იმ იშვიათი მოვლენებთაგანია ჩემი ცხოვრებიდან, რომლის გამოც ღირდა
ჩემი არსებობა. ეს იყო დღეები დაწყებული რეპეტიციებიდან მერე უკვე საბოლოოდ სცენაზე შეხვედრამდე, რომელიც მე არასდროს დამავიწყდება, როგორი პასუხისმგებლობით, როგორი მაღალი პროფესიონალიზმით ეპყრობოდა ყველა რეპეტიციაზე ჩემზე ადრე მიდიოდა, ამოწმებდა ყველა დეტალს. მინდა ვთქვა, რომ როდესაც თავიდან დაიწყო ამაზე მოლაპარაკება, ცოტა ისე მორიდებით იყო, თითქოს თავიდან უარს გვეუბნებოდა, მერე დაგვთანხმდა უღონდ ერთი პირობით თქვა, რომ მე არ ვიცეკვებ, შენ იცეკვე, მე შენ მეორე ხმას გეტყვი სიმღერაში, მაგრამ მე უკვე ესეთ ასაკში ვარო და ეს სცენაზე არ ყოფილა დიდი ხანია და ხელს ვერ გავშლი. ნუ საბოლოოდ რა თქმა უნდა დავთანხმდით, იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი არსებობა სცენაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მისმა ნიჭმა იფეთქა უკვე სცენაზე, როდესაც ის პუბლიკის წინ გამოვიდა. მე გარდა ჩემი პიროვნული ტკივილისა, მისი წასვლის გამო ვთვლი, რომ ამ ქვეყანას, ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, ჩვენს ღირსეულ არსებობას ძალიან დიდი ფიგურა დააკლდა. ამბობდა მშენებელი ვარო. მიყვარს ყველაფერი ახალიო. ეს სახლი მასთან ერთად სულ მოძრაობაში იყო. ერთხელ გიგალორტკიპანიძემ თქვა, ეგ რომ მიუშვა იმდენ სიზავს ამ სახლს უნივერსიტეტს მიადგავს. გურმანი იყო. მშვენიერი მზარეული. აღდგომის წინ ხაჭოს პასკებს აკეთებდა. გააბავდა ესე ორ ჯოხზე თოქს, ჩამოკიდებდა უთეთრეს პარკებს და ხაჭოს წურავდა. ყველა გიждდებოდა ისეთ სანახავი. თითქოს ოთახში აფრენილი კედების გუნდი გაჩერდა ერთი წამით. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ ოჯახური და ამიტომ სოფიკოს რაღაცეები მახსოვს თქვათ, როგორ პასკას აკეთებდა ესეთი ტომრებს, ესე ჩამოკიდებული, როგორ ქსოვდა, როგორ აკეთებდა საჭმელს და სხვათა შორის ძალიან ხშირად მქონდა შეხება გადაღების მოედანზე, უცნაურია დედაჩემს არა და მე როდესაც მაგალითად იღებდნენ ნატრის ხეს, მე ძალიან ახლო მეგობარი ვარ დღემდე ლიკა ქავჟარაძის, მაგრამ იმ პერიოდში კიდევ უფრო დიდი მეგობრობა ჰქონდა და წამიყვანა ლიკამ გადაღებაზე და მე არ დამავიწყება სოფიკოს მაგალითად ფუფალა სცენა, რომელიც მან ერთხელ კი არა 10 დუბლი გააკეთა ჩემ თვალწინ. ეს იყო ბავშვობის ჩემი აღფრთოვანება, რომ სულ სხვადასხვანაირი ფუფალა მე მინახავს პირადად. მე თუ რამდენი ბოროტი ამ ქვეყანაზე? Ჭრელო, პეპელა, გაბრინდინელა, დელიარანუნი. Პუპა, შიულა როგორ აკავს? როდის ხოდები? მიყვარს ეს ქუჩა. ბევრ სიხარულთან, ამბებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. მთელი 10 წლის განმავლობაში სულ სიხარულით შემოვრბოდი რაღაცა ამბები მომქონდა სოფიკოსთან და რო შევიდოდი, მეტყოდი ხოლმე ვის ყავს სოფა ჩემისთანა და მეტყოდა გიჟი ხარო. წელს დაიდგა ჩემი პირველი პიესა საპოვნელა, გავგიჟდი ისეთი ანშლაგით მიდიოდა და სპექტაკლი როცა იწყებოდა, სოფიკოც ნერვიულობდა, სულ მიყვედა როგორ ნერვიულობს, ძალიან ნერვიულობდა ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ და მე იქ ვიყავი ხოლმე და ვეტყოდი, რომ მეტყოდა მაყურებელი არის, გადატენილია, ვეტყოდი. აი ბომბივით გავარდა ეს საპოვნელა. მოხდა ისე, რომ ერჩენია დღეს პრემიერის მეორე დღეს სინათლე არ იყო. მაყურებელი გადავსებული თეატრში არ უშვებდნენ, იმიტომ რომ რა აზრი ქონდა, როდის მოვიდოდა, კაცშვილმა არ იცოდა. მოხდა ისე, რომ 2 საათი და 20 წუთი მაყურებელი გარეთ ელოდებოდა.
ამ სიცივეში გამოვიდა სოფიკო გრიმში იყო მსახიობები და თხოვა მაყურებელს რომ დღეს სპექტაკლი ვერ გაიმართება. მოვიდა სინათლე. და ეს მაყურებელი შევიდა დარბაზში და ფარდა როგორ გაიხსნა, იცი? ანთებული სანთებელა ქვია ხო იმას? სანთებელა ანთეს და ასე გაჩირაღდებულ დარბაზში გაიღო ფარდა და დაიწყო სპექტაკლი. ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. აბა რა რომ აი ესე დიდ შემოქმედთან მთელი 10 წლის განმავლობაში მქონდა ესეთი ბედნიერი წუთები. ამიტომ მიყვარს ეს ქუჩა რომ აი რაღაც ბევრ ამბებთან და ბევრ სიხარულთან და ვიმეორებ კიდე ბევრ ემოციასთან არის დაკავშირებული. და გაუგზავნო 21 საუკუნე. მოწეული. პირველად გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი და გვირილა. ესეთი სპექტაკლი იყო ადრე, სადაც მე თავარი როლი მათამაშე. ამის მერე იყო უკვე ურელა კოსტა, სადაც ივდითი მათამაშა, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არ იყო ჩემთვის როლი, ეს იყო ჯილდო, მისგან მოცემული, მისგან ბოძებული, ჩემთვის ჯილდო. და არ დამავიწყდება პრემიერაზეც მე თავიდან პირველი სპექტაკლები თვითონ მიკეთებდა გრიმს, თვითონ მისწორებდა ყველაფერს, აი იმ გვირგვინს, რომელიც ივდით უკეთია, უკან თეთრი. მეუბნებოდა არ ზემოთ არ უნდა იყოს, არ ძალიან ქვემოთ არ უნდა იყოს, დაიმახსოვრე აი ეს ადგილი, რაღაცა ძალიან განიცდიდა იმას, რომ თქვათ ყველაფერი ისე ყოფილიყო ზუსტად და კოსტუმზეც კი ძალიან ნერვიულობდა რომ ოდნავ თუ რაღაცა ისე არ იყო. აი არ ვიცი, ესეთი სითბო, ესეთი დამოკიდებულება მე არ ვიცი, რაც სოფიკოსგან მე მიმიღია მთელი ცხოვრების მანძილზე. მახსოვს ბავშვობაში დედას კაბების და შლაპკების მორგება მიყვარდა. მერე წარმოდგენებს მართავდი. დედა აღშფოთებული ამბობდა, ეს რა უნიჭო შვილი მყავს, ეს რა არის, რისთვის მომეზღო. რაც არ უნდა საშინლად მეთამაშა, მამა აღფრთოვანებული იყო. გენიალურია ამბობდა. მაღმერთებდა. რო დამინახავდა, სიხარულის ცრემლები ცვიოდა. დედა კრიტიკული იყო. მაგრამ წლების მერე ასეთი რამ თქვა, ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია ვიდრე მე. რის მაქნისია გზა თუ კი დაძართან არ მიმიყვანს. ეს მელოდია უყვარდა ძალიან. და ავადმყოფობის დროს სულ მაკრევინებდა როიალი სხვაგან იდგა და თვითონ იწვა სხვა ოთახში. და ესა ბოლოს უკრავდი ხოლმე ვიჯექი ჩემთვის რაღაცა და ეთყობა სიამოვნებდა თუ რაღაცა არ ვიცი და ბოლოს ძალიან ცუდად რო იყო. მე თვითონ უთხარი სოფიკო ხარ დაუგრა მეთქი და მითხარო როგორც გინდაო. ისე რომ იმის შემდეგ ძალიან ცუდად გახდა. ჩემთვის ძალიან დიდი სიცარიელე დარჩა სოფიკოს შემდეგ.
აი საღამოს ძალიან შევდა მიპყრობს ყოველ საღამოს მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა ჩემთვის იყო ძალიან ნიჭიერი ტალანტი და მე ვფიქრობ რომ აი გენიოსამდე მისული იყო ყოველ მხრივ ყველა იმაში დაწყებული კერვიდან მეტლახის დაგებიდან საჭმლის გაკეთებიდან და ესეთი მსახიობი იყო რომელიც ყველა მისის სურვა უყვარდა ძალიან შორს სურვა უყვარდა და სულ აი სოფიკოს მოლოდინში ვიყავით ძელი ასე თქვა სანაპირო ხოლმე როცა სოფიკო გაცურავდა რა სხვადასხვა შვილები ყველაზე ნაკლებად ნერვიულობთ და ვიცოდით ბავშვობიდან რომ დედა ძალიან შორს სურავს და უყვარს ეს და რაღაცა ზოგადად ზღვა იყო მისი სტიქია ეს ზღვა ადგილი სადაც ის აბსოლუტურად სულიერად ისვენებდა ხოლმე და თვითონ უწერია ეხლა მე თვითონ ამის მოწმე ვარ მთელი ცხოვრება ანუ არ არსებობდა წელიწადი რომ აი დიდი ხნით 2-3 კვირის ზღვაზე არ წასულიყო სოფიკო ეს იყო მისი აი დატვირთვა იმ სამუშაო წელიწადისთვის რომელიც ყოველთვის ძალიან დატვირთული ქონდა თეატრში თუ კინოში ჩემი ცოლი ამარასოდეს. მე უნდა დამესრულდა მე თქვა, დღესვე წამიყვანე ვალიჩკა. შენი ვარ, შენი სამუდამოდ ვალიჩკა. ვაიმე. გავიქცეთ გოგო მამა შენი მორბის ნაჯახი. მითხრა ვალიჩკა და რომელი რომელს ვასწრებდით ძნელი გასაკვები. ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ძალიან ბევრი რამე მასწავლა. და რაც თავარია ცხოვრება მასწავლა. მასწავლა ის რომ ადამიანებთან დიდხანს უნდა დარჩე და მეტი დრო გაატარო რომ მე უკვე როცა ისინი აღარ იქნებიან ტკივილი იქნება. თუმცა იმ მომენტში ამას ვერ ხვდებოდი. ბოლო კონცერტისთვის ვემზადებოდით და სოფიკო თვითონ იკერავდა ხოლმე ბალახონებს, კაბას გამოსვლებისთვის სამონტაჟოში ვისხედით და რაღაცას მეუბნეოდა არა ეს ასე არ გააკეთო, ის ისე არ გააკეთო. და მოუბრუნდი და უთხარი რომ აქაც სოფიკოა, მონიტორში სოფიკოა, უკანაც სოფიკოა, ბევრი სოფიკო ხომ არ არის, ეხა დამტოვე მარტო გავაკეთებ. დღემდე ვნანობ, ჯობდა რომ იმ ღამეს ბოლომდე ჩემთან ყოფილიყო სოფიკო ჭიაური. სოფიკოს ჰქონდა ისეთი აურა, ერთმანეთზე გაბუტული, დამნურებული ადამიანებიც კი რიგდებოდნენ იმ სახლში. მხოლოდ და მხოლოდ მას შეეძლო რაღაცა ისეთი ზეიმი მოეწყო, რომ ადამიანებს ეგრძნოთ თავი რაღაცა სხვა განზომილებაში, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა. წყინვალე ადამიანი იყო, წყინვალე მეგობარი იყო. მე ძალიან მაკლია სოფიკო, იცით რა, არაფერი დიდი შეცდომები მას ცხოვრებაში არ დაუშვია. მისი შეცდომა იცით რა იყო? თავის ჯანმრთელობას არ მიხედა. ეს არის ჩემთვის მისი უდიდესი შეცდომა. არ მიხედა მაშინ, როცა მისახედი იყო. დღესაც ცოცხალი იქნებოდა ჩვენი სოფიკო და ჩვენს გვერდით და ვიზეიმებდით წელს მის 80 წლის თავს. და არა გარდაცვლილი სოფიკოს 80 წლის თავს. გზები მაინც გამინათემთარეო ამარიდე კაცი ზაბოროთ რა მეც ერთ კითილწოდვას ჩავიდე ერთი წუთით არ დამიშვიეს რომ სოფიკო არ არის ცოცხალი. ის სულ არის ჩემთან ერთად, სულ. კიდევაცა გვინდოდეს რომ დაგვავიწყდეს ეს დრო თავისი მოაქვს რასაკვირველია და გავიწყდება რაღაცები, მაგრამ სოფიკო თავის თავს მაინც გვახსენებს თავისი ფილმებით. როგორც ადამიანი
მე არც ვიცი თუ ესეთი დიდი მსახიობი, ესეთი უბრალო ადამიანი ყოფილიყოს, იმიტომ რომ მასში ვარსკვლავობის მომენტი არ არსებობდა, ამბობდა კიდევაც და მასხობდა კიდევაც, კაცო, მე რა მსახიობი, რა ვარსკვლავი კი არა, მე ვარ ნამდვილი შენებელი სოფიკო. როგორ შემიწყო ხელი მე როგორც რომ ჩემთვის მე როგორც მომღერი ისე მინდოდა რომ მემღერა, მაგრამ ჩემს გვერდით იდგა და რასაც აკეთებდა როგორც მოძრაობდა, აი მის დამიხედვით მღეროდი და ძალიან გამიადვილა. ეს იყო ძალიან საინტერესო დრო ჩემთვის და მომენტი. არ ვიცი გავამართლე თუ არა, მაგრამ ისე მეუბნებოდა, რას მეუბნებოდა იცით? ბავშვები მეკითხებიანო, ის შენ არ მღერიო, ისე იყო, ისე ვიყავით ერთად შერწყმული ჩემი სიმღერას და მისი მოქმედებების, ბავშვი ერთი წუთით ბავშვებს ერთი წუთით არ უფიქრიათ, რომ ეს არ მღერი, ეს არ არის სოფიკოს ნამღერი. ძალიან სიღრმე ქონდა მას მარტო სცენაზე და კინოში კი არა, ცხოვრებაშიც არაფერს ისე უბრალოდ არ აკეთებდა. იცით რამდენი რამეს თქმა შემიძლია და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ სავსეა ჩემი გული მისი სიყვარულით. მომენატრა სოფიკო. აი ისე მიყვარს.